ლეიბორისტული პარტიის შუახევის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ მიქელაძე პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს დავით რობაქიძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მიქელაძის მტკიცებით პარტიის ხელმძღვანელმა შუახევის ორგანიზაციაში ემზარ გოგიტიძის მიღებით პარტიის ძველი წევრების ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლების ჩანაცვლება გამოიწვია. ის საკითხის დროულად გადაწყვეტას პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის დატოვებას აპირებს. მიქელაძის ბრალდებაზე კომენტარი გააკეთა ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. დავით რობაქიძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ემზარ გოგიტიძეზე არჩევანი პროფესიონალიზმის მიხედვით შეჩერდა. შინაური კლანის შექმნა ემზარი გოგიტიძემ შუახევში დათო რობაქიძის დახმარებით 9 წლის 10 წლის ნაშრომი სოფლის სოფლომ დავდიოდა წევრები მყავდა ჩემ გვერდში და ჭილში და ხინში მართლა გვერდში მყავდა ეს ხალხი წამართვა ყველა პარტიის წარმომადგენლები და წევრები ჩასვა მისი ხალხი ნაციონალებს უღალატა და შემოვიდა ჩვენთან ვერავინ ვერ დამიშლის იმ ყოფილ ნაციონალებთან კიდევ მეგობრობას რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს სტუდენტური წლები რომლებთანაც გვაკავშირებს ახლობლობა ქალაქლობა და ასე შემდეგ. სურვილი ქონდა ყოფილიყო პირველი სიაში, ჩვენ და სამწუხაროდ ვერ მოხდა პირველი სიაში, მაგრამ დღეის მდგომარეობით ის შეთანხმება რაც იყო ჩვენ შორის, რომ ის იქნებოდა მეორე სიაში, დღესაც რჩება და გამომდინარე აქედან თუ ნაკლებ სისულელეს იზამს, მისთვის უკეთესი იქნება. გამომდინარე აქედან რომ შუახევი პატარა რაიონია და მე წლების განმავლობაში მუშაობდი სხვადასხვა სამსახურებში, ვიყავი ორი სკოლის დირექტორი, ვიყავი თემის წმუნებული. ვიყავი კიდევ სხვადასხვა სამსახურებში, გამომდინარე აქედან მყავს ძალიან ბევრი მეგობარი შუახევში. მე შევარჩიე ხალხი და შევიდა საქმის კეთება. დაშინუჩევი არც მეგობრული ნიშნით, არც ნაციონალური ნიშნით და არც არაფრით.